ამინ გეტყვით თქვენ, რომელსაც წმენეს ჩემი აქონდეს ცხოვრება საუკუნო. აი ამასთან ბმაში, რომ მას მარადიული სიცოცხლე ექნება, ვისაც ქრისტესის წამს, ანუ ვინც ენდობა ქრისტეს. რწმენა, ანუ ვინც ენდობა, ანუ რწმენა, არა ის რომ ის უბრალოდ არის. არამედ რასაც ის ამბობს იმისი რომ გჯერა, გესმით? არა უბრალოდ არის, არამედ რასაც ამბობს, იმას ვიღებ და იმას ვიჯერებ. აი ეს არის რწმენა. და ასეთი თუ ხარ, შენ გექნება მარადიული სიცოცხლე და იმ წამსვე მოაყოლებს. ესე იგი ბმაშია, მე ვარ პური ცხოვრებისა. რა არის პური? პური არის სიცოცხლის წყარო, ხორცისათვის, ხო, საზდელი, ენერგია გარედან. ხოლო პური ცხოვრებისა, ანუ მარადიული სიცოცხლის პური, არის ღმერთი, რომელიც ჩემს მარადიული სიცოცხლისათვის აუცილებელია. მე არა ვარ ღმერთი, რომ ღმერთის გარეშე ვიცხოვრო ღმერთივით, მარადიულად. მე ვარ ქმნილება, რომელსაც შეუძლია მარადიული სიცოცხლე მხოლოდ ღმერთით. ეს ხდება ისე, რომ მე პასიური კი არ ვარ. მე აქტიურობ, რომ ეს პური მივიღო, გესმით? შემიძლია მე ამ პურზე უარი ვთქვა. ის მე უნდა მიიღე და ჭამე, მე შემიძლია უთხრა არა. და შემიძლია ხო და მე უბნება, რომ თუ გინდა მარადიული სიცოცხლე გახსოვდეს, რომ მე ვარ პური, შენი მარადიული სიცოცხლის გარანტი. ესი არის პური, რომელიც ზეცით გარდა მოხდა, კიდევ გახსენებს, რომ ზეციდან მოვედი. უკვე თუ ვინმე ჭამოს მისგან, არა მოკვდეს, კი მაგრამ მაზიარებლებიც ხო კვდებიან, სხვა სიკვდილზეა საუბარი. სულიერ სიკვდილზე, როცა სული კვდება ისე, რა არის სული სიკვდილი, როცა მას ღმერთის დანახვის უნარი აღარ აქვს. და თუ არ გინდა რომ შენი სული მოკვდეს, უნდა ინტენსიურად მას კვებავდე, რომ იგი ყოველთვის ხედავდეს ღმერთს, განიცდიდეს, ხედავდეს ღმერთს რას ნიშნავს, საკუთარ თავში ღმერთს განიცდიდეს. ესეთი ადამიანი არ მოკვდება და გარდაცვალების ჟამსაც არ მოკვდება. პირიქით, გარდაცვალების ჟამს კიდევ უფრო მეტად გაცოცხლდება. უფრო მეტად ეს მძიმე ხორცის ბარიერი რომ მოცილდება, უფრო მეტად განიცდის მერე ღმერთს.